დედაქალაქის სოფლის მეურნეობის კვების მრეწველობის გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-მე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს 28-29 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში თავს მოიყრიან დარგის ლიდერები და 6 სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი. რა მიზანს ემსახურება და რა შესაძლებლობებს აჩენს გამოფენა, რამდენად მრავალფეროვანია თემატიკა, რა სიახლეებია წელს, რა საჩვენებს პროგრესი წლიდან წლამდე და რა საკითხები გამოიკვეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გამოფენის ფარგლებში სწორედ ამ წუთებში სრულდება. რესან ქიქავა, ექსპო ჯორჯიას დირექტორი გვერდდება სტუდიაში დეტალებით. მოგესალმებით ბატონ რესან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. 23-მე გამოფენა, ეს უკვე ალბათ არის იმის მაჩვენებელი, რომ წლიდან წლამდე სახეზე გვაქვს პროგრესი, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ ყოველ წელს მასშტაბი გაიზარდოს და კიდევ ერთი აგროტექ ექსპო გაიმართოს ჩვენს ქვეყანაში. მოდით ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის საერთაშორისო გამოფენის მთავარი კონცეფცია, მიზანი და განსხვავებული და განსაკუთრებული წელს რა ხდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ კითხვისთვის, ასევე ყველა პროექტს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ საგამოფენო პროექტებს, რომელიც არის დაახლოებით 10 ინდუსტრიას მოიცავს ყოველწლიურად. მიზანი არის ერთი, რომ შევქმნათ პლატფორმა ინდუსტრიისთვის, რომელიც შესაძლებლობას მიცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთჯერ ქვეშ გაეცნო ყველა იმ სიახლეს, რომელიც არის ბაზარზე, ასევე წარადგინონ თავისი პროდუქტი და მომსახურება, გააზიარონ ის გამოცდილება, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ და ასევე გააზიარონ თავისი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და ამყარონ ბიზნეს ურთიერთობები და ასე შემდეგ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ამ კუთხით და როგორც თქვენ ბრძანეთ 23 წელია იმართება ეს გამოფენა და ცხადია, რომ ის უკავშირი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ გამოფენის შედეგად, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყოველწლიურად ეს პროექტი განვაახლოთ. 6 ქვეყანა და 50-ზე მეტი კომპანია ვახსენეთ ჩვენს შესავალშიც, რომელი ქვეყნები ლიდერობენ განსაკუთრებით, რომ გითხრათ, რომლები გამოხატავენ ინტერესს, ასევე საინტერესოა ახალი კომპანიები თუ სტუმრობენ პირველად ჩვენს ქვეყანას, აი ამ 50-ზე მეტ კომპანიას შორის და ასევე საინტერესოა სექტორები, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, რამდენად მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. კომპანიებით დავიწყებ, დაახლოებით 2/3 არის ის კომპანიები, რომელიც ტრადიციულად იღებენ გამოფენაში მონაწილეობას, რაც იმას აღნიშნავს, რომ მათთვის ეს გამოფენა არის ეფექტური და კარგი საშუალება, რომ წარადგინონ თავისი პროდუქტი და მომსახურება. დაახლოებით 1/3-ია ისეთი, რომელიც ახალი წარმოდგენია თავისი, ასე ვთქვათ, ან პროდუქტის, ან მომსახურების, ან უბრალოდ თვითონ გამოფენა არის მისთვის ახალი. ჩვენთვის ორივე ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია გამოფენისთვის როგორც სიახლეები და მუდმივად უნდა შევთავაზოთ ბაზარს რაღაც ისეთი კომპანიები, რომლებიც რაღაც სიახლეს შემოაქვთ ამ ინდუსტრიისთვის, საინტერესო რო იყოს დამთვალიერებლისთვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ყველა ის ტრადიციული კომპანია, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად არის ამაში ჩაბმული. თქვენ ახსენეთ დამთვალიერებელი. დღეს უკვე დაიწყო აგროტექ ექსპო. საინტერესოა, რამდენად დიდია აქტივობა, თუ სტუმრობენ დამთვალიერებლები და როგორია შედარება გასულ წელთან. ჩვენ ორგანიზებას უკეთებთ სამინისტროს დახმარებით ფერმერებს, რომლებიც ჩამოყავს სხვადასხვა რეგიონიდან ქვეყნის, რომ მათთვის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი გავხადოთ არა მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია გამოფენაზე, არამედ ის თემატიკა, რომელიც განიხილება გამოფენის ფარგლებში, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ქვეყანას, თქვათ, მეტი კონკურენტუნარიანობა ჰქონდეს ექსპორტის თვალსაზრისით, რომ კარგად გაეცნონ იმას, რა არის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრებზე. ამ კუთხით ჩვენ ტრადიციულად ბაიერებიც ჩამოყავდა, შემსყიდველები ჩამოყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს დონორების დახმარებით ხდებოდა. ამ შემთხვევაში ეს ასე ვეღარ მოხდა, ცხადია, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, რომ ფოკუსი გადაგვეტანა, თქვათ, თვითონ იმ კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კომპანიებში შეგვეტანა ის, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება,
კუთხით და სასიხარულოა რომ მაგალითად ნიდერლანდებიდან და იტალიიდან ყავს ახალი კომპანიები, რომელსაც მანამდე არ მიუღიათ მონაწილეობა. თქვენ ახსენეთ ეს 6 ქვეყანა, ჩვენი მაკუთხით მონაწილეობის სამიზნე ჯგუფი ჩვენთვის არის ევროპული ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, სადაც ეს სოფლის მეურნეობა არის ძალიან კარგად განვითარებული და რომელთანაც ჩვენ შეგვიძლია როგორც პროდუქტის დამამსახურების, ასევე მათი გამოცდილების გაზიარებიც. კი ბატონო, თუ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულად მათ შემთხვევაში მათი ინტერესის სფეროები, რაზე ფოკუსირდება ჩვენს ქვეყანაში და პოტენციალი ამ მიმართულებით რამდენად არის ჩვენთ? მათ აქვს წარმოდგენილი ის თქვათ რაღაც ზოგი მათგანი არის წარმოდგენილი ტექნიკით, ზოგი სასათბურე რაღაც ტექნოლოგიებით, ზოგი სარწყავი სისტემებით, ასევე არის სათესლე და სანერგე მასალები, ანუ ყველა ის შემადგენელი, რომელიც არის ამ ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილი. და ყველა ის სიახლე, რომელიც არის ამ კუთხით იმ ბაზრებზე, ხდება ამის გაზიარება ქართველი ფერმერებისთვის. ორდღიანი ექსპოს ფორმატზე და სამუშაო დღის წესრიგზეც მინდა გკითხოთ იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ, თუ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს ქართველი სექტორის წარმომადგენლებისთვის, ანუ B2B შეხვედრები, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც ექნებათ მათ, პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების, ხომ ასეა? დიახ, ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება გამოფენა ყოველთვის ჩვენთან, ანუ ეს არის საგამოფენო ნაწილი და არის კონფერენციის ფორუმის ნაწილი. საგამოფენო ნაწილში წარმოდგენილი არიან ის კომპანიები, რომელიც გამოფენაში მონაწილეობენ და ისინი წარადგენენ თავის პროდუქტს დამამსახურებას. კონფერენციის და ფორუმების ნაწილში ეს არის უფრო B2B ნაწილი და ასევე თემატიკები არის შერჩეული იმის მიხედვით, რაც არის აქტუალური ინდუსტრიისთვის და მნიშვნელოვანი. ანუ ხდება იდენტიფიცირება ყველა იმ პრობლემის, რომელიც არის ინდუსტრიაზე და კრისტალიზაცია, თქვათ, რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პრობლემების, ამ სირთულეების გადალახვა. კი ბატონო, დღევანდელი კონფერენციიდან გამომდინარე, ახლა თუ შეგიძლიათ თქვენ გითხრათ რამდენიმე იდენტიფიცირებული პრობლემა, რაც წელს გამოიკვეთა, თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რეალურად თქვენ ახლა ჩვენთან ხართ და სწორედ ამ წუთებში ხდება მიმდინარეობს ეს კონფერენცია, მაგრამ რამდენიმე სიახლე რომ გაგვიზიაროთ. დიახ, თქვენთან ვარ, მანამდე სხვაგან ვიყავი, ანუ მე ძირითადად დღეს ყოველთვის ეს დატვირთული პერიოდია, როცა გახსნას ეხება, ეს არის უსტუმრებთან დროის გატარება, ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, რომ კონკრეტულად რის იდენტიფიცირება მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რა პრობლემებიც არის სოფლის მეურნეობაში, ძირითადად ეს არის ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის პრობლემა, ძალიან დიდი და ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ბევრი კიდე სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია გახდეს ექსპორტზე კონკურენტუნარიანი და სწორედ ამ თემების ირგვლივ ხდება განხილვა და ცხადია იმ ტრენდებზეც საუბარი, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ ძალიან შორეული პერსპექტივაა, თუმცა ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ ამ ყველაფერს ფეხი აუდგეთ. და რა არის ის მთავარი ტრენდი, რომელიც არაშორეული პერსპექტივა, არამედ 2026 წლის რეალობად შეიძლება დავასახელოთ? გამიჭირდება ამის თქმა, იცით, გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ჯობია უფრო დარგის პროფესიონალებს კითხოთ. კი ბატონო, მინდა კითხოთ, არსებობს თუ არა გარკვეული კვლევა ან მონაცემები წინა წლის შედეგებთან დაკავშირებით, რადგან მთავარია შედეგი, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. წარმომადგენლები აგროსექტორის საქართველოდან რამდენად პროდუქტიულ კავშირებს ამყარებენ სწორედ ამ აგროტექ ექსპოს საშუალებით უცხოელ პარტნიორებთან? დაცვლადი შედეგები თუ გვაქვს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადი პლატფორმა, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენი სურვილია, რომ ეს უფრო მასშტაბური იყოს, ცხადია, მაგრამ შეზღუდული ვართ ამ კუთხით იმ მასშტაბის, რაც არის ჩვენი ბაზარი. თუმცა ყველა ჩვენი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქნით, ცხადია, მთავარი არის ის უკავშირი, რომელსაც ვიღებთ და ის შედეგები, კონკრეტული შედეგები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ პროექტების, რომელსაც ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მონაწილეები იღებენ ამ პროექტის შედეგად. ჩვენ რო ვერ ხედავდეთ და პარტნიორები რო ვერ ხედავდნენ შედეგს, ცხადია, რომ ის 2/3, რომელიც ვახსენეთ, თუნდაც ტრადიციული პარტნიორი, თუნდაც ამ გამოფენა
გამოფენაზე. ცხადია, მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა მომავალში გამოფენაში მონაწილეობის მიღება და სწორედ ასეა ყველა დანარჩენი ის დაახლოებით 10 ინდუსტრიული გამოფენა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, სადაც ხდება კონკრეტული ბიზნეს პარტნიორების პოვნა, ისევე როგორც ამაღლება ცნობიერების და თქვათ ყველა იმ საინტერესო საკითხებზე წვდომის მიღება, ასე ვთქვათ და ყველა იმ ადამიანებთან წვდომის მიღება, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია ამ სხვადასხვა მიმართულებით. კი ბატონო და თქვენ არაერთხელ ახსენეთ ექსპო ჯორჯიას გამოფენები, მინდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზე და ასევე წლიური კალენდარი იხურება აგროტექ ექსპოთი თუ გაქვთ კიდევ რაიმე გეგმები და როგორია უკვე 2026 წლის ხედვა? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ასევე არის მომდევნო კვირას, ეს არის უძრავი ქონების გამოფენა. კავკასიის ბილდი ასევე ჩვენ 25 წელი ავატარებთ ამ გამოფენას და წელს გავაკეთეთ ისე რომ გამოვაცალკევეთ დეველოპერებისთვის და შევქმნით ცალკე პროდუქტი დეველოპერებისთვის, ცალკე პლატფორმა, რომელიც ფეხს სწორედ მომდევნო კვირას აიდგამს, ასე ვთქვათ და პირველი ნაბიჯები იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უამრავი კომპანია მონაწილეობს, იქნება ძალიან საინტერესო აქციები და შეთავაზებები, როგორც საბოლოო მომხმარებლისთვის, ასევე იქნება ძალიან საინტერესო B2B შეხვედრები და ასოციაციასთან ერთად ასევე იგეგმება ფორუმი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტი იქნება ის. კი ბატონო, ანუ მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ მომდევნო კვირასაც ექსპო ჯორჯიას აუცილებლად ამით იხურება ჩვენი წლევანდელი სეზონი, ასე ვთქვათ და უკვე მომავალ სეზონზე ნახავთ რის დაგმიგმოს შევძლებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის და გემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო რეისან ქიქავა, ექსპო ჯორჯიას დირექტორი და ვსაუბრობდით აგროტექ ექსპოზე, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსპო ჯორჯიაში და ხვალაც გაგრძელდება.